დიდი ხანია უკვე ეს თემა ყველას აწუხებს. რავი, თუ ვინმე მაგ სერვისით სარგებლობს, ყველა წუხდება ყოველ შემთხვევაში. პირადად ეხა რა მუსიკას უსმენენ და რა აღსარებლობის არიან, მე პირადად დიდად არ მანერვიულებს. თავში ქვაუხლიათ მუზონში სამართებელი. მაგრამ ამას წინათ მომივიდა ეგეთი უცნაური რაღაც მეგობართან ერთად. ვისხედით, ყავასვავთ და უცებ მოდის ინდუსი დარეკილი ტელეფონით, ანუ აი ესე ვზივართ, ორი ადამიანი ვზივართ და ვიღაც ტიპი მოდის ტელეფონით ჭავს ხელში და მოდის და ანუ ან გამარჯობა, ან რავი hello და goodbye სწავლას რაღა უნდა, მესმის რომ ცოტა თავისებური აქცენტი აქვს, მაგრამ რაღაცა ორი სიტყვის სწავლას რა უნდა, რომ მეტნაკლებად თავი ინტეგრირებულად იგრძნო იმ საზოგადოებაში, სადაც გადაწყვიტე რომ უნდა ჩახვიდე და აქ ნაშოვნი საცოდავი ლარიდან თავიანთ რუპიში თუ რა აქვთ მაგათი ფული რა არის, არ ვიცი, იმაში გადაახურდაო და იქ ოჯახი არჩინო. ძალიან გრძნობიარე თემა, იმიტომ არის რომ ყოველთვის როცა მაგათ მიმართ ესეთი აგრესია მიჩნდება, მე მახსენდება რომ ნახევარზე მეტი საქართველოს ზუსტად იგივენაირი ფორმატით არის მექსიკიდან და რავი 1000 უბედურებიდან ხან ამერიკაში და ხან საათასული. ხო და არც ის მინდა გამომივიდეს რომ მაგაძე რაღაც ვაივიში ვიძახო ეხლა და ადამიანები რომლებიც გაღიზიანებულები არიან კიდე უფრო მეტად გავაღიზიანო. მეორე მხრივ ცალსახად ფაქტია რომ მოგროვდა უკვე რა ეს აგრესია და ეს დისკომფორტი და იყო შემთხვევები რომ ვიღაცები აი ფიზიკურად ეხებიან და რაღაცა და ნუ ყველას თავისი ისტორია აქვს და ყველას ისტორია და ყველას გამოცდილება ამ ინდუსებთან მიმართებაში განსხვავებული არის. შეიძლება ვიღაცას ბევრად უფრო გამაღიზიანებელი რაღაცით გადაეკვეთა ყოველდღიურობაში ეს ინდუსების ამბავი და რაღაცა ვერ მოითმინა და რაღაცა გაგრძელება მოყვა. ჩემ შემთხვევაში ეს იყო რა, რაც აი პირადად შემეხო. თვითონ ფაქტი არის აი სასწაული რომ ტიპი მოდის დარეკილი ტელეფონით და ანუ ეგ ახაც არ უთქვავს, იმიტომ რომ არ იცის იმან ქართულად აჰა როგორ უნდა თქვას. ხო და ეგ მაგიჟებს რომ რანაირად ხდება რომ ადამიანები რომლებიც კაი მე Google Translate არსებობს და ცოცხლად შეუძლია სინქრონში რაღაცები გითარგმნოს და ტიპები ესე ლაპარაკობენ ორი მობილური უჭირავს და თარგმანით ელაპარაკებიან და AI გვაქვს და ყველაფერი, მაგრამ რაღა გახდა რომ ორი სიტყვა ისწავლო, ის მაინც აჩვენო რომ აი მართალია ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ და ვსწავლობ. რა მოხდა ეს კაცო? და ის მოხდა რომ ხოდა მე მგონია რომ ის მოხდა რომ კიდიათ რა აკაურობას უყურებენ, ნუ ბუნებრივია როგორც რაღაცაში გამოიყენოს. აი ვერ ვიჯერებ უბრალოდ რომ ნუ კაი ქართული ენა რთულია, კაი მაგაზე არ ვდაობთ, არ არის მარტივი სასწაული ქართული და არავინ არ თხოვს ეხლა შოთა რუსთაველის სწავლაზე პირად ვეფის კაოსნის, მაგრამ ის რაღაცა ორი სიტყვა რო გადააბა, პროსტად მაგას როგორ ვერ ხვდებიან რომ მათთვის ხო ბევრად უფრო კომფორტული იქნება მაგორი კაპიკის შოვნა, რომ ის მაინც გითხრას ქართულად, რომ ბოდიში ქართული არ ვიცი და მე ერთი ორი სიტყვა რომელიმე სხვა ენაზე მოაყოლოს. ნუ ინგლისურად ალბათ, იმიტომ რომ ხო აი ეგ მაგიჟებს კიდე რა რომ ინგლისურიც არ იციან ბიჭო. ინგლისური მაგათვის ხო ფაქტიურად პირველი ენაა, პირველადი, ნუ კაი მეორე, მაგრამ ხო ყველა ლაპარაკობს, კოლონია იყვნენ, ანუ საშინელი ინგლისურით, მაგრამ მაინც ხო ლაპარაკობენ, ანუ ის საშინელი ინგლისურით რო არ იციან, ეგეთი ხალხი რანაირად მოდის აქ, აი ვერაფრით ვერ ხვდები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ევროპაშიც, ამერიკაშიც, რავი, დორდეშებზე და იქაურ გლოვებზე და ვოლტებზე და იქაურ იანდექსებზე და რაღაცებზე ბევრი მუშაობს რა, საკურიერო და ტაქსის სერვისში, ნუ ბევრია და დიდი ხანია ეგ არავის აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ ნუ ინდუსებმა ფაქტიურად ეგ ნიშა ამოავს ეს მთლიანად და ეგ არის საქმე, რომლის კეთებაც ადგილობრივ პასპორტი ან იქ დაბადებულ გაზრდილ ადამიანს დიდად ხელს არ აძლევს და ნუ ოკეი, ბევრად უკეთესი შანსი აქვს იმისთვის, რომ არაზღაურება აიღოს და ნუ ამ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასულ ხალხს გვაქვს ეგ საქმე ასე ვთქვათ გადაბარებული, მაგრამ აქ რა ვიცი, აი თუნდაც შტატებთან, თუნდაც ევროპასთან შედარებით, აი აქგან არა შეულობენ რომ აი მაგად უღირთ რომ ეს ხალხი ეჩხუბება. მე ძალიან ხშირად შემსწრები ვარ კიდე რომ ძალიან ხშირად, ალბათ ერთი 5 ჯერ მაინც, რაც ნუ არ არის ცოტა რა ნამდვილად ჩემ თვალწინ რომ ვიღაცა ტიპი ეჩხუბება და ანუ უცებ რომ შეესწრები მაგ ამბავს, ძალიან ემპათია გიჩნდება, იმიტომ რომ შენ რო არ იცი რა მოხდა, რაღაცნაირად ისე უყურებ რა, ანუ არ გინდა მოკლედ რა ვიღაც ტიპს აგინებენ, აფურთხებენ და ნუ არ სიამონეს არ მოგწონს რა ვიცი, ადისტი თუ არ ხარ და რაღაც შენ თვითონაც თუ ეგეთი აგრესიული ტიპი არ ხარ, ატონა გესიამონოს რომ ვიღაც ეჩხუბება რა, მაგრამ ანუ მე შენ თვითონ რო დაგემართება ეგ, ანუ შენ თვითონ რო
გამოიძახებ წამალს და ბავშვი რო ყავს სიცხიანი და დროზე რო გინდა რომ მოვიდეს და ეს რო აქედან რაღაც სისულელებს გებოდიალება და არც წაღმა შეუძლია და არც უყუღმა რო გაარჩიოს და დაბოდიალობს აქეთ-იქით. ნუ აი მარაზმი არის რა. რითიც მე მივდივარ შემდეგ თემაზე, ეს არის თვითონ აი ამ საკურიერო სამსახურებს, რომლებსაც რავი რა ძალიან მაგრა შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე თავიდან ძალიან მაგარი ანაზღაურებით დაიწყეს. მე ძალიან ბევრი გაანაწყენეს, იმიტომ რომ უაზროდ ეს ხელფასები ნახევრდებოდა და ბევრი ალბათ იტყვის რომ ნუ ეგრე არის ხო ბიზნესი, იმაზე მუშაობს. იპოვეს იაფი მუშახელი და ვისაც უღირდა ანუ ახალი დაწყებული ვისაც ჰქონდათ მაშინ ქართველებს ბიჭებს, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ნუ რა ვიცი, უკვე ფაქტიურად ვისაც სკუტერის ყიდვა შეეძლო, ყველა იწყებდა მაგას და ნუ ამან გააიაფა რა ეს თვითონ საქმიანობა რა. მაგაზე ბევრი პროტესტიც იყო. იმდენად დიდი იყო სურველი საკურიერო სამსახურში დასაქმების, რომ რავი რა ტარიფები შეამცირეს რა. ბევრმა თავი გაანება, ბევრმა საერთოდ სხვა რაღაც სკეთება დაიწყო და რაღაც პერიოდი თითქოს დასტაბილურდა და ბრახტა უცებ შემოდიან ინდუსები და მე მგონი იმას საერთოდ არ ვიცი ეგ რამდენად მაგის უფლება აქვთ, ანუ ისეთი რამე არ მინდა ვთქვა რაშიც ჩახედული არ ვარ. მე მგონი ტარიფები სხვა აქვთ მაგათ. არ ვიცი, ვინც იცით დაწერეთ. იმიტომ რომ ხშირად გამიგია რომ ამბობენ რომ აი მაგათ კაპიკებზე ზუღირთ და ამის გამო ჩვენ ვიჩაგრებით, ანუ ეგეთი საუბარი ბევრჯერ გამიგია რა. ხოლმე ბიზნეს ვისაც უნდა იმას დაასაქმებს და ეგ ჩემი საქმეა რა, მაგრამ მე რანაირად უნდა უკანახო ხა ეგ გლოვოს ანუ სიტყვაზე ვამბობ რომ მიხვდეს მაგდენს რომ ნუ ლოკალურად ოპერირებს და გარდა ფულის შოვნისა რაღაც სოციალური პასუხისგებლობაც გაქვს. კაი, გავანებოთ მაგას თავი, შეიძლება ეგ მაღალი მატერიებია ვიღაცისთვის ან ზოგი ბიზნესისთვის, ნუ ოკეი, მე მაგაში არ ვერევი. მეორე მხარე რაც არის რა, ანუ ეგ ხო შენივე ბიზნეს აზიანებს, რომ ტიპი იძახებს და არ მიზდის ეს საჭმელი, ან სუცივი მიზდის. ანუ თქვენ არ იფიქროთ რომ მე სივი საჭმელი რომ მომიტანეს ის მეწყინა და ეხლა ცხელგულზე რაღაცებს ვლაპარაკობ, როგორც გითხარით, აღარც ვეკარები, აღარც მომწონს. მოკლედ აღარ ვარ ისეთი აქტიო. ვა, რა აღარ შეგხვდება. მიყვარს თბილისი. თუმცა ნუ ის ბუნებრივია რომ როგორც ქართველს მაგაზე ხა გული მწყდება რომ ანუ ძალიან კაი რაღაც პატარა დირკა გამოჩნდა იმისთვის რომ ვისაც თქვა სიტყვაზე კონკრეტული მიმართულებით განათლება არ ქონდა მიღებული და რაღაცა რავი კარდიოლოგი ვინც არ იყო და იურისტი და ეკონომისტი ვინც არ იყო და უნდოდა რომ რაღაცა ფული ეშოვა, ძალიან კაი საშუალება იყო. მარტივი თქო არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის მარტივი ფული, მაგრამ მაინც ნუ ჯანმრთელობის რისკის 1000 რაღაცის ხარჯზე, მაგრამ მაინც ადეკვატური ღირსეული შემოსავლის შოვნის საშუალება იყო და ნელ-ნელა ხო ეგ ისედაც ესე მობანძდა და მე კიდე საბოლოოდ ისიც რომ დაემატა რომ აი ეს ინდუსების ამბავი ძალიან გული მწყდება რომ ეგრე განვითარდა მოვლენები რომ რაღაცნაირად ძალიან ეშლებათ ჩვენებს ხელი მაგით რა, მომხმარებელსაც, დასაქმებულსაც. ჩემი აზრი გითხარით, იმედი არავის ვაწყენინე, თუ იმეს გეტყინათ, ძალიან კაი ლიმონათი აქვს აქ ცივი ლაღიც. Both channels are recording. I record my audio here. It gives me the indication. If it's too loud, I can control the gain of it. Yeah, that's pretty much it. And my video here. And then I sync it in the post-production, and easiest way to have very good audio with a very good video. And you're in the video. Subscribe, Super Skinny channel. Don't forget about it. Thank you so much, brother. The happiness of being able to ride motorcycles. What about the sound? Push this for just a few seconds. You like it? It's like an instrumental. Exactly, sounds like an instrument, yeah. So maybe see you tomorrow then. Yeah. Thank you again for the gifts and see you tomorrow. Take care. Have a good day. Thanks. Bye. კომენტარებში თუ რამეს დაწერთ და ძალიან მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო.
ეს პროსტა გულის მოფხანა და ვიღაცაზე გინება არაფერს არ შვება რა და მაგათ მე მგონი ჩვენ გინების გარდა ისედაც თავის გაჭირვებაც ეყოფათ რეალურად თუ რამის შეცვლის გზა ვინმე წარმოგიდგენიათ რამენაირად დაწერეთ მე ნამდვილად მოხარული ვიქნები რომ თქვენი აზრი წავიკითხო და არა მარტო მე ამ კომენტარებს მარტო მე ხო არ ვხედავ რაღაცა გაცოფებულია ეს მოტო თუ მეჩვენება თუ მე მომდის რამე სხვანაირა ეს პერიოდი თუ დამინდებში რომ ეყენა მე მგონი ცხენები მოემატა მე მახსენდება ხოლმე ადრე თუ გახსოვთ არ ვიცი ზოგი შეიძლება ძალიან პატარა იყავით მაგ დროს დარწმუნებული ვარ რაღაც ნაწილს სამარხის მაყურებლისას გემახსოვრებათ ეგ პერიოდი ჩინური მაღაზიები რომ შემოვიდა ლარიანი მაღაზიები და რაღაც ეგეთი სიგიჟე და ალბათ ეხაც არის უბრალოდ არ ხვდება ცენტრში აღარ არის რა ადრე ძალიან ყველგან იყო აბსოლუტურად რა ვაკეში მახსოვს ბევრი იყო რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ცოტა ისეთ შეკარგულ ადგილებში მაგრამ მაინც თავისუფლებისკენ ძალიან ბევრი იყო ვერაზე ძალიან ბევრი იყო პლეხანოზეც ძალიან ბევრი იყო რაღაცა არის არა თითქოს ხალხმა და მე ვეღარ იმუშავეს და გავიდნენ რაღაც ესეთი დაახლოებით ეგეთი ისტორია მახსოვს მაგრამ ეგ ისტორია მახსოვს მარტო სიტყვიერად ეგრეთ თორე რეალურად როგორ მოხდა ანუ ეგ ჩემი ხსიერებაში ეგრე მკაფიოდ არ არის მართლა მაგიტო აღარ არის ეგ მაღაზიები რომ ვერ იმუშავეს თუ უბრალოდ სადმე ერთად მოგროვდნენ უფრო იაფ ადგილას ნილოსკენ ფაქტია რომ რაღაცა მოხდა აღარ აწყობდათ რაღაც მომენტში და გაეშნენ რა რატო აღარ აწყობდათ ეგ არ ვიცი და ცოტა ვერ ვიგებ ანუ რა არის მან საუკეთესო სცენარი რაც შეიძლება რომ მოხდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის საუკეთესო სცენარი ქართველებისთვის რა არის ვერ ხვდები ყველასთვის რა მომხმარებლისთვისაც და შემკვეთისთვისაც და ვისაც მიაქეს შეკვეთა კურიერს იმისთვისაც რა რავი კომპანია კი ხედავთ რომ ძალიან კარგად წყვეტს თვითონ თავისთვის რა არის უკეთესი და რავი შეიძლება გზნობენ თავს და ეგეც ცოტა მიკვირს ხოლმე რავი თუ ვინმე მუშაობთ გლოვოში ან ვოლტში ეგეც ძალიან საინტერესო არის რომ მაკეთა მხრიდანაც ვიღაცამ რაღაცა გითხრას იმიტომ რომ შეიძლება ისეთი პასუხი არსებობს რომ უი ხო და ნუ ყველაფერს მოეფინოს ნათელი და თურმე მაგიტო ყოფილა ეგრე და ამ გადასახედიდან ნახდად ვერ ხვდები რა ლოგიკა არის ან რანაირად არის ეგრე დალაგებული რომ ყველა გადასარევად გრძნობს თავს და არავის პრობლემა არ აქვს და ეს ხალხი წუწუნებს და მაინც მუშაობს ერთი არის რომ ან ძალიან ცოტას უხდიან მაგ ხალხს ნუ 10ჯერ ნაკლებს ან იმდენით ნაკლებს რომ უღირთ რომ რეპუტაცია გაუფუჭდეთ და საპორტში ამდენმა ხალხმა დააფიქსიროს ეგ დისკომფორტი ან სხვა ვერ ხვდები უბრალოდ რა ლოგიკაა რა ანუ აბა მაშინ მეტი რა სავარაუდოდ ეგ არის რომ უბრალოდ იმდენად ცოტას უხდიან მაგათ მაგრამ აი ეგეც არ ვიცი არის ზოგადად მაღაზე რამე შეზღუდვა საქართველოში რომ თქვათ გააქვს მაგის უფლება რომ ვიღაც დაყოვეს ადამიანები ეროვნებით ან რაღაცი და იმას მეტი მისცია მას ნაკლები ვინც იცით თქვენ სიამოვნებით მოვისმენ იმედია თავი არ შეგაწკინეთ მოკლედ ეს არის ისეთ კმაც მინდოდა ჩემი აზრი მინდოდა დამიფიქსირებინა და ვიღაცის მანქანა გაიტაცეს დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრსაც ძალიან ხშირად მესმის ხოლმე კიდე რომ სად აიკარგე ამდენი ხანი და ატვირთე ვიდეოები და რა ვიცი მე ავტვირთავ ვიდეოებს გაზაფხული მოვიდა თქვენ რითიც შეგიძლიათ ხელი შემიწყოთ არის რომ არხი გამოიწეროთ და ვიდეო მოიწონოთ იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნაწილი არხის მაყურებლის subscriber-ი არ არის ყოველ შემთხვევაში ეს არის სტატისტიკა გვეუბნება ასე რომ არ დაიზაროთ ლაიქები კომენტარები თუ მართლა გინდათ რომ ატვირთები უფრო ხშირად იყოს იმიტომ რომ რეალურად კი შეხედავდით რომ პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ნუ 1000 რაღაც იცვლება და მე მაინც შეუბერავ როგორც მე მომწონს მიუხედავად იმისა რა არის ხოლმე უფრო მეტად ყურებადი და რა არა მაგრამ